აი, ეს მინდა რომ იცოდე. ხო, გონია. აი, ამ თემაზე გვესაუბრება სწორედ კეთი ასათიანი თავის რუბრიკაში ექიმის რჩევა. კეთი, მოგესალმებით და გაგვარკვიე რა არის საშიში, რა არ არის საშიში. და ყველა ერთნაირი რომ არ არის. კეთი, მოგესალმებით. გარჩევა რო გვასწავლოს. უცებ რომ გავგზავნოთ რა ცუდი რა. შეხედე, ესე რო გვაქვს. მოგესალმებით. თემა ძალიან აქტუალურია. მით უფრო რომ ამ კვირაში ორშაბათს 25 მაისი იყო, ასე ვთქვათ, აღიარებული ევროპის თირეოიდოლოგთა, ანუ ფარისებრი ჯირკვლის შემსწავლელ სპეციალისტთა ასოციაციის მიერ ევროპის, ასე ვთქვათ, ფარისებრი ჯირკვლის დღეთ. და ჩვენც ვაგრძელებთ, ასე ვთქვათ, ამ საკითხს და საუბრობთ დღეს ფარისებ ჯირკვალზე, რომელიც არის საკმაოდ მცირე, საკმაოდ ცეთი მოხთენილი, ლამაზი ორგანო, რომელიც მოთავსებულია კისრის წინა ზედაპირზე და ეს პატარა ორგანო ასრულებს ძალიან ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას, სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციას ჩვენს ორგანიზმში. ფაქტობრივად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მეტაბოლიზმის მარეგულირებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც მონაწილეობას იღებს ასევე ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაში, ტემპერატურის კონტროლში, სხვადასხვა პროცესების წარმართვაში. მოკლედ, ფარისებრი ჯირკვლის როლი ჩვენს ორგანიზმში საკმაოდ დიდია და აბსოლუტურად გეთანხმები ვასიკო, რომ კვანძოვანი წარმონაქმნით საკმაოდ ხშირია ფარისებ ჯირკვალში. ახლა ის საკითხი, რომ რა ტიპის კვანძია, როგორია, როგორ გავმიჯნოთ, ამას ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დღეს ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმართან, პროფესიონალ ექიმთან ერთად განვასხვაოთ, მაგრამ მოდით თავდაპირველად ვთქვათ ერთი რამ. რა არის ეს კვანძი, ხო? ფარისებრი ჯირკვლის კვანძი. აი რა ხდება ამ დროს? ფარისებრი ჯირკვლის კვანძი, ეს გახლავთ ესეთი ლოკალური, ადგილობრივი სიმკვრივე, მოდით ასე ვთქვათ, რომელიც ჩნდება ფარისებ ჯირკვალში. ხელს ავტომატურად რატო ვიდებ აქ, იმიტომ რომ ლოკალიზებულია სწორედ კისრის წინა ზედაპირზე, ხო? შედგება მარჯვენა წილისგან, მარცხენა წილისგან და შუაში ხიდაკისგან. აი შესაბამისად, აი ეს კვანძი არის სწორედ ლოკალური ცვლილება, აი ამ ფარისებ ჯირკვალში, რომელიც კონსისტენციის თვალსაზრისით შესაძლოა იყოს მკვრივი, შესაძლოა იყოს რბილი, შესაძლოა იყოს ესეთი სითხური, შენაწონი, შერეული, ხო, აი ყოველ სხვადასხვანაირი ასე ვთქვა და აი ყველა ეს წარმონაქმნი, რა თქმა უნდა, ერთნაირი არ არის და საერთოდ როდესაც ვიგებთ სიტყვა კვანძს, რა თქმა უნდა, ის ასოცირებულია ძალიან ბევრ არასასურველ ემოციასთან, განცდასთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ამისთვის არის სპეციალისტი, ამისთვის არის მთელი რიგი კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებისა, რაც დაგვეხმარება გამიჯვნაში თუ რასთან გვაქვს საქმე. და აი, როდესაც დაფიქსირდება დიაგნოზში კვანძი, ფიქრები მიდის უკვე, რა თქმა უნდა, ცუდი მიმართულებით სიმსივნისკენ, იმიტომ რომ კვანძი თავისთავად უკვე ამ არსებობას ნიშნავს, მაგრამ აი, ავთვისებიანი ის საშინელი სიტყვა ხო, ისიც გვეშინია კიბო ხო, რაც ხალხში ეგავცებული. ეს ავტომატურად არ უნდა განვსაზღვროთ, რომ რაღაც აქეთ მიდის საქმე. რა თქმა უნდა, არა. თუ დიაგნოზში წერია კვანძი. ადამიანის ბუნება როგორია? აი, აბსოლუტურად რაც შენ თქვი, ეს ხო ყველაფერი იწყება, ესე რომ კვანძი უკვე ესე იგი სამწუხაროდ ყოველთვის ცუდზე იწყებ რა თქმა უნდა, თან მით უფრო, როდესაც მე უკვე დავიწყე ფიქრი. არ არის საჭირო, მით უფრო ნახეთ, ეხლა სიმპტომატიკაზე როცა არის საუბარი, ხომ რაღაცა კონკრეტული დაავადება როცა გაქვს, რაღაც გაწუხებს, ამ კონკრეტული ჩივილით მიდიხარ ექიმთან დაუშვათ და შემდგომ ხდება დიაგნოზის დასმა, არა? მაგრამ ხშირად არის ისე, რომ არანაირი დისკომფორტი, არანაირი ტკივილი, არაფერი განცდა, ისეთი სიმპტომატიკა არ არის და სწორედ რომ ეკოსკოპიის და ულტრაბგერითი კვლევის ეპოქაში რადგან ცხოვრობთ და ამ ტექნოლოგიური ესეთი საშუალებებით უკვე განებივრებული ვართ, მინიმალურ, ასე ვთქვათ, დაზიანებასაც კი აღმოვაჩენთ ხოლმე, ხომ? ამან განაპირობა ის, რომ რიგ შემთხვევაში ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევით პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევის ჩატარების დროს გამოვლენილი კვანძოვანი წარმონაქმნი. ან ქალბატონებში რა არის ხშირი? ჩვენ არაერთჯერ გვისაუბრია, რომ ფარისებრი ჯირკვალი, ძუძუ და გინეკოლოგია ეს არის ერთი ღერძი და სადაც არის პრობლემა, ანარეკლივით შეიძლება სხვა ნაწილებშიც იყოს და შესაბამისად, როცა ქალბატონი მიდის აი ამ სკრინინგულ კვლევაზე, იქ შეიძლება გამოვლინდეს ესა თუ ის ცვლილება. მე დარწმუნებული სხვასაც გაუჩნდებოდა შეგდო ისევე როგორც მე. თუ ეს ხშირია, ეს კვანძები. აი, როდის არის სახიფათო მაშინ ეს რო ვთქვათ რა, აი როდის არის საყურადღებო და საშიში. მოდით რა სიმპტომით მივხვდეთ, რომ რაღაცა მივაქციოთ. ის რომ ვთქვათ, რომ სიმპტომი საერთოდ შეიძლება არ იყოს, რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში შესაძლოა პირველი იყოს რა ვიზუალური ნიშანი, რომ იყოს კისრის კონფიგურაციის ცვლილება. ანუ პირობითად კვანძი თუ არის ლოკალიზებული რომელიმე წილში და ეს შეიძლება გამოიბეროს დაუშვათ ეს კისერი. შესაძლოა ადამიანი ამბობდეს, რომ მაქვს აი თითქოს უცხო სხეულის გაჩხერის შეგრძნება, ან ბურთის შეგრძნება, ან ნერწყვის გადაყლაპვის დროს
იყოს დაუშვათ რაღაც სისხლი. შეიძლება იყოს ხმის ტემბრის ცვლილება, თუ დაუშვათ ის კვანძი ჰორმონულათაც აქტიურია, რა თქმა უნდა, ასე დროს შეიძლება იყოს მთელი რიგი ჩამონათვალი იმ სიმპტომისა, რაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ან სიჭარბით ან ნაკლებობით მიმდინარეობს ხომ? ამიტომ ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ჩვენ არაერთჯერ გვისაუბრია რაზე, როცა გვსურს ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის გამოკვლევა. ვაკეთებთ რას? ვაფასებთ ჯირკვალს როგორც ფუნქციურად, ასევე სტრუქტურულად. ანუ სტრუქტურული შეფასება ეს არის ულტრაბგერითი კვლევის, ანუ ეკოსკოპიის გაკეთება, ფუნქციური შეფასება არის უკვე მთელი რიგი ჰორმონული კვლევებისა და უშუალოდ რაც უნდა გაკეთდეს. მოდით ჩვენ რომ დრო არ დავკარგოთ და ჩვენს ყველა საინტერესო შეკითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი მივიღოთ, სტუდიაში უკვე მოვიწვიოთ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი, ჩემი კოლეგა, ენდოკრინული ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ბადრი გვაძაბია და მასთან ერთად განვაგრძოთ საუბარი ამ თემაზე. ბატონო. მოგზავნით ბატონო ბადრი. მადლობა სტუმრებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკითხვები რაც ბევრი შეკითხვა გვაქვს, მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს ზუსტად ეს საკითხები. ვიწყებ მე თუ შეიძლება. კომპეტენტური ხალხი იწყებს როგორც ყოველთვის. ჩვენ საუბრობთ დღეს ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვან წარმონაქმნებზე და თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, რამდენად ხშირია ფარისებრ ჯირკვალში კვანძი და არის თუ არა ყოველთვის ეს ვერდიქტი? მოგესალმებით. ფარისებრი ჯირკვალში კვანძოვანი წარმონაქმნების არსებობა საკმაოდ ხშირია. შეიძლება ითქვას, თუმცა საშიში ხშირ შემთხვევაში არ არის. მოსახლეობის 60 წლის ზევით მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეიძლება აღენიშნებოდეს ფარისებრი ჯირკვალში რაღაცა ზომის, პატარა ზომის კვანძოვანი წარმონაქმნი. მაგრამ კარგი ის არის, რომ ამ წარმონაქმნებიდან მხოლოდ 5% შეიძლება იყოს საშიში, დანარჩენი 95%-ში ეს საფრთხეს არ წარმოადგენს და უფრო მეტიც არანაირ მკურნალობას და დაკვირვებასაც არ საჭიროებს ხოლმე. ამას თქვენ განსაზღვრებთ, ხო და ანუ ეს უყრა და საშინელება რომ დავიღუპეთ და რაღაცა ფუჭი ფიქრებია როგორ. თუ ასეთი გავრცელებულია, საერთოდ რატო ვრცელდება? ანუ ეს გენეტიკურია, ეს არის იოდის დეფიციტი, ეს არის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები. აი რატო ესეთი რატო ხშირი არის, იმიტომ რომ იცით როგორ არის, როდესაც ერთი გამომწვევი ფაქტორი აქვს, მაშინ არის რომ განსაზღვრულია რომ ეს იწვევს. მაგრამ ფარისებრი ჯირკვის კვანძოვანი წარმონაქმნების დროს არსებობს მრავალი რაღაცა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის პირველ რიგში გარემოს რადიაციული დაბინძურება იწვევს ამას. შეიძლება კვების ფაქტორებმაც გამოიწვიოს, რაც მთავარია გენეტიკური ფაქტორი არის ამ შემთხვევაში წამყვანი, ანუ სხვადასხვა ფაქტორები იწვევს ამ ფარისებრი ჯირკვალში კვანძოვანი წარმონაქმნების წარმოქმნას. იოდ დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და საქართველოს ენდემურ ზონას წარმოადგენს, თუმცა დღევანდელ პირობებში ეს ფაქტიურად აღმოფხვრილია და აქედან გამომდინარე იოდ დეფიციტი იწვევს რა მექანიზმით. ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელსაც ქვია თიროქსინი, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის იოდი. და თუ იოდის დეფიციტი არის გარემოში, იმ შემთხვევაში ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ანუ ეგრეთ წოდებული ჰიპოთირეოზი. ჰიპოთირეოზის დროს ჰიპოფიზში გამომუშავდება თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვალს. არ არის საშენი მასალა იოდი, ამიტომ იძულებულია რომ გადიდდეს. ამ გადიდების და სტიმულაციის ფონზე შესაძლებელია კვანძები ჩამოყალიბდეს. და იოდ დეფიციტი განაპირობებს დაუშვათ და ამისი აღმოფხვრა პრინციპში იოდის მიცემის საკვებში და დამატებით დაუშვათ შესაძლებელია და საქართველოში ხდება ეს და ამიტომ ბოლო პერიოდში იოდიზირებული მარი ბოლო პერიოდში საკმაოდ შემცირდა. აი თქვენ ექიმები რას აკვირდებით ხოლმე? რა არის ხოლმე საყურადღებო? რა მახასიათებლებს აკვირდება ექიმი? სამწუხაროდ ფარისებრი ჯირკვის კვანძოვანი წარმონაქმნების დროს დასაწყისში და ხშირად არანაირი სიმპტომები არ არის და სიმპტომები ვლინდება იმ შემთხვევაში თუ ეს წარმონაქმნი დიდი ზომის გახდება და იწვევს კომპრესიას, ყლაპის ან სუნთქვის გაძნელებას და წარდგენაში იყო რომ შეიძლება დიდი ზომის როდესაც არის ვიზუალურადაც შეიძლება ეს არის. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს შეუმჩნეველია და
სხვა გამოკვლევების დროს აღმოჩნდება ხოლმე კისრის მიდამოს ულტრაბგერითი კვლევის დროს ან სხვა კვლევების დროს აღმოჩნდება შემთხვევით. და უბრალოდ ამაში არის პრობლემა, რომ წინათ დაუშვათ ითვლება ზოგადად, რომ არაპალპირებადი კვანძოვანი წარმონაქმნების საშიში არ არის ხოლმე. არაპალპირებადი ხელით რომელიც არის ინჯება. და ხელით გასინჯვით ისინჯება, 1 სანტიმეტრზე მეტი ზომის წარმონაქმნები და ითვლება, რომ 1 სანტიმეტრზე ნაკლები ზომის წარმონაქმნები იშვიათად წარმოადგენს საშიშროებას და ამიტომ თუ ექიმი, გამოცდილი ექიმი პალპაციას ახორციელებს, ხელით გასინჯოს, შეიძლება აღმოჩენილი იქნას. პრობლემა არის, რომ ულტრაბგერითი კვლევა სხვა რაღაც ან სკრინინგის მეთოდის დროს როკეთდება, იქ აღმოჩნდება 5 მმ-იანი, 3 მმ-იანი წარმონაქმნები და ამ შემთხვევაში არის შიში, ფოთვა, რომ არის ბრძანეთ კიდევაც რომ ეს ავთვისებიანი ხوار არის, რაღაც ხوار არის და რაღაც მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში არის ესეთი წარმონაქმნები, როგორც თქვი 5% არის, დაუშვათ შეიძლება იყოს ავთვისებიანი, 1 სანტიმეტრიანი ნაკლები ზომის როცა მხოლოდ შემდეგ კვლევებს ვახორციელებთ იმ შემთხვევაში თუ მემკვიდრეობითი ანამნეზი, ანუ დედმამას ფარისებჯიკის ავთვისებიანი სიმსივნე, ან რადიაციული დასხივების ზონაში იზრდებოდნენ, ან სხვა დაავადების დროს გამო კისრის მიდამოს რენტგენოლოგიური ან სხვა რადიაციული კვლევა დასხივება თუ განხორციელდა იმ შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში არა. მივედით ახლა ერთ ძალიან აქტუალურ საკითხამდე. როდის ვაკვირდებით კვანძს დინამიკაში და ვეუბნებით პაციენტს, რომ მოვიდეს 6 თვეში, ან როდის იღებს ექიმი გადაწყვეტილებას, რომ ეს კვანძი აუცილებლად საჭიროებს ფუნქციური ბიოპსიის ჩატარებას. და პარისებრჯუკლის ჯუკვაში აღმოვაჩინეთ კვანძს. აქ მნიშვნელობა რითი აღმოვაჩინეთ? ულტრაბგერითი კვლევით თუ აღმოჩნდა კვანტომოძოვანი წარმონაქმნი, არსებობს ეგრეთ წოდებული ესე თირაც სისტემა. თირაც სისტემა ნიშნავს, რომ ულტრაბგერითი კვლევით რამდენად სახიფათოა კვანძოვანი წარმონაქმნი. ზომა განსაზღვრავს ამ ზომა ყოველთვის არ კორელაციაში არ არის ავთვისებიანობასთან ზომა. შეიძლება იყოს პატარა ზომის, მცირე ზომის და იყოს ავთვისებიანი და შეიძლება იყოს დიდი ზომის და კეთილთვისებიანი იყოს. ამიტომ ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება. როგორც მოგახსენებთ, არსებობს ეგეთი თირაც სისტემა, რომლის მიხედვითაც ულტრაბგერითი კვლევით ფასდება კვანძის სტრუქტურა როგორი არის. დაუშვათ, როგორც ქალბატონმა ნიკეთი ბრძანა არის კისტოზური, შეიძლება იყოს დაუშვათ შერეული, მკვრივი, შეიძლება იყოს დაუშვათ სოლიდური, ანუ პარისებრჯუკლის ქოლოზე უფრო მომატებული ეხოგენობა ჰქონდეს. ფორმას აქვს რომ ფორმას აქვს აბსოლუტურად მნიშვნელობა. ანუ აი ფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ვერტიკალური ზომა თუ მეტია ჰორიზონტალურზე, ამ შემთხვევაში უფრო ავთვისებიანობის რისკი მომატებულია. და ეს ელემენტარული არის, ეს ფარისებრი ჯუკვალი მდებარეობს კისრის წინა ზედაპირზე და მის წინ არის კისრის წინა კუნთები. ნებისმიერი ყვაპითი მოძრაობის დროს ეს კისრის წინა კუნთები აბრტყელებენ ამ თუნდაც კვანძოვან წარმონაქმნს. თუ ის კეთილთვისებიანი, ის ადვილად დამყოლია და ის გვერდზე გაიწევდა, ანუ იქნება უფრო ჰორიზონტალური ზომა მეტი, მაგრამ თუ ავთვისებიანია და მკვრივი არის, იმ შემთხვევაში ის კაფსულიდან გამოდის და ვერტიკალური ზომა მეტია. ანუ ფორმა აქ უფრო მნიშვნელოვანი არის და უფრო რისკის ფაქტორია და აი კითხვაზე იმის მიხედვით, აი ამ თირაც სისტემით ქულები ენიჭება ფარისებრჯუკლის კვანძს და რაც უფრო პირველ, მეორე, მესამე თუ არის, იმ შემთხვევაში ბიოპსიასაც არ ვაკეთებ, თუ 1 სანტიმეტრ ნახევარზე ნაკლებია და არც არანაირი მკურნალობა არ უნდა, თუ ჰორმონალური ცვლილებები არ არის. და თან ადამიანიც ვერ გრძნობს ამას, ნამდვილად ვერ გრძნობს, ფსიქოლოგიურად არის ხოლმე, რომ იქამდე პაციენტი ვერაფერს ვერ გრძნობს და ნახავენ ულტრაბგერით კვლევის დროს და მეუბნება, რომ აი აქ რაღაცა მიჭირს, მაჭერს, ყლაპანი. ფსიქოლოგიურად ეგ კი არა, მოსმენით გიორგი შეხედეთ თუ შეიძლება. მეც ეს მინდოდა მითქვა, რომ გიორგი დაიხჭო უკვე რაღაცა. ამიტომ ჩვენ აუცილებლად ისე არ უნდა დავამთავროთ ჩვენი ეთერი, რომ ბადრის არ გავასანჯინოთ, პალპაცი არ გაუკეთოს გიორგის სანამ გიორგის გადავალთ და ყველაფერი კარგად აქვს დარწმუნებული ვართ, არსებობს ასეთი რაღაცა, რომ ბიოპსიას რომ გავიკეთებთო, აი უბრალოდ ამ ბიოპსიის კეთების გამო შეიძლება
ესა დავდგეთ იმის საშიშროებაში, რომ ავთვისებიანი სიმსივნე დაგვემართება მე. გეთანხმებით, ყოველ მეორე პაციენტი ზუსტად ამას ვეუბნება, როდესაც ვეუბნებით, რომ ბიოპსია უნდა გაიკეთო, შეიძლება არ მქონდეს, მაგრამ ამ ბიოპსიამ გამიჩინოს ავთვისებიანი ამ შეკითხვის გაგრძელება რამდენად მტკივნეულია და რა ინფორმაციას აძლევს ბიოპსია ეკიპს. ბიოპსიას აქვს თავისი ჩვენება. ყველა შემთხვევაში არ ჭირდება კვანძ ბიოპსია. ბიოპსია ჭირდება იმ შემთხვევაში, თუ აი როგორც მოგახსენეთ, თირად სისტემით არის მე-4, მე-5 უშუალოდ და ან გენეტიკურად მშობლებს ჰქონდათ ავთვისებიანი სიმსივნე. ბიოპსია უმტკივნეულო არის, მე თვითონ გამიკეთებია 2000-ზე მეტი ბიოპსია ვიღებდი მასალას და პატარა ბავშვებიდან დაწყებული ასაკი და არავის ტკივა არ ვთქვა. უბრალოდ ფსიქოლოგიურად, ემოციურად, რა თქმა უნდა, ძნელია, როდესაც ესე აღიქვა ყელში ნემსი უნდა გამიკეთება. ხო, გაყუჩების გარეშე შეკეთდება, იმიტომ რომ ელემენტარული რაღაცა არის. რო გავაყუჩოთ, უნდა უჩხვლიტოთ. აქ ჩხლეტა და ამოდიხარ რა, და აქედან გამომდინარე ორჯერ ჩხლეტას. ბიოპსია არის წვრილი ნემსით ჩხლეტა და იქედან ციტოლოგიური მასალის აღება და ეს არის ძალიან ინფორმატიული მეთოდი. ანუ ოპერაციამდე კვანძის ავთვისებიანობაზე ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს და მით უმეტეს ულტრაბგერის კონტროლით თუ ახორციელებთ ამ ბიოპსიას, იმ შემთხვევაში ზუსტად იმ ადგილას ვხვდებით, რომელიც საეჭვოა და მასალას ვიღებთ. 100%-იანი არა, მაგრამ დაახლოებით 80% უკვე წინასწარ ვიცით დიაგნოზი ავთვისებიანია თუ არა. და აქ შეიძლება ქირურგის ჩარევის დრო როდის დგება ბიოპსიის შედეგიდან გამომდინარე. ეს ყველაზე აქტუალურია და მე და ეს ვთქვა, რომ აი მაგალითად ელემენტარული ჩხლეტა არ განაპირობებს ავთვისებიანობას. ავთვისებიანობა არის მუტაცია, განიცადა უჯრედმა მუტაცია და ორგანიზმის რეგულაციას დაუმორჩილებელი ზრდა განიცადა ავთვისებიანად, ანუ ატიპიურად. და ამას ჩხლეტა ვერ განაპირობებს. თუ ავთვისებიანია, რაც უფრო მალე დავადგენთ, კარგია, იმიტომ რომ ფარისებრი ჯუკლის ავთვისებიანი სიმსივნეების 99% დღესდღეობით აბსოლუტურად იკურნება. მხოლოდ 1% არის ისეთი სიმსივნეები, რომლებიც უფრო რთულია, მაგრამ 99% იკურნება. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე დავადგენთ, უკეთესია. და ჩხლეტა რო არჩენდეს სიმსივნეს, მაშინ ნებისმიერი ინექცია ვენიდან თუ სხვა ადგილებში კეთილთვისებიან ავთვისებიან სიმსივნეს გამოიწვევდა. ესე რომ ეს აბსურდია და ლიტერატურულადაც არ არის დადგენილი. ეს არის ხალხის მოსაზრება, რომ თუ დაზიანდება და ხელოვნურად ჩხიკინს და ჩხიკინს. დაზიანდება რა, ვიღებთ მასალას, ვიღებთ და თუ არის სიმსივნე ვაკეთებთ ოპერაციას. იქ არაფერი არ აღიზიანდება და არ მოითესება ესე. ვიდრე ექიმი გვაძაბია პაციენტ კალანდიას გასინჯავს, თუ შეიძლება მსურს ერთი შეკითხვა. ის სავალდებულო, მოდით ასე ვთქვათ, გამოკვლევების ნუსხა, რაც აძლევს ექიმს ინფორმაციას თუ როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი. და კვანძის კვანძმა წარმომადგენს აქვს ადგილობრივი, ძირითადად ადგილობრივი სიმპტომატიკა და ზოგადი. ყოველთვის მეუბნები ხოლმე, რომ ხშირად არის ეგეთი რაღაც სხვა სპეციალისტებიდან, რომ კვანძოვანი ჩიყვი თუ აქვს პაციენტს, რამდენად შეიძლება გულის პათოლოგია ამით იყოს განპირობებული, რამდენად შეიძლება სხვა რაღაცები. ფარისებრი ჯირკვალის კვანძი მხოლოდ ადგილობრივ პრობლემებს იწვევს, თუ ის ჰორმონალურად აქტიური არის. ადგილობრივი ნიშნავს ყლაპის, სუნთქვის გაძნელება და ხმის ტემბრის შეცვლა. აი ეს არის თუ ყლაპის და სუნთქვის გაძნელება იწვევს მხოლოდ დიდი ზომის კვანძი და უფრო მეტად დიდი ზომის კვანძი კომპრესიის გამო, აი ძალიან მცირე ზომის წარმონაქმნა სიმსივნურმა შეიძლება ხმის ტემბრის შეცვლა გამოიწვიოს, იმიტომ რომ იქ მდებარეობს შებრუნებული ნერვი, თუ მასთან არის ზეწოლა ან ჩაზრდა, იმ შემთხვევაში ხმის ტემბრის ცვლილებით იწყება პირველი სიმპტომი ეს არის. ზოგად სიმპტომებს რაც შეეხება, ეს განპირობებულია კვლევებზე. ანუ თუ არის თიროტოქსიკოზის სიმპტომატიკა, ანუ ჭარბი ჰორმონებით ის არის, იმ შემთხვევაში საზღვრავთ როგორც რუტინულად თავისუფალ თიროქსინს, T3-ს, T4-ს და თიროტროპულ ჰორმონს. და ესე ვთქვათ, ახლა ჩვენი მაყურებლისთვის უფრო ცნობილი როგორ არის? ეს არის FT4, FT3 და FT5. ამე საზღვრავთ და ვადგენთ ეს კვანძი, ანუ არის დაუშვათ ჭარბად აპროდუცირებს ჰორმონებს თუ არა. ეგრეთ წოდებული ცხელი კვანძი და ეგრეთ წოდებული ცივი კვანძი. ულტრაბგერით კვლევასაც ვაკეთებთ. ულტრაბგერით კვლევასაც ვაკეთებთ, რა თქმა უნდა.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია კეთდება თუ მკერდუკანა ლოკალიზაციის არის და სხვა შემთხვევაში არ კეთდება და თუ არის ცხელი კვანძი, მაშინ კეთდება სინტიგრაფია. აგრეთვე ფარისებრი ჯირკვალში მდებარეობს აგრეთვე ცეუჯრედები, რომელიც კალციტონინს გამომიშავებს და მედულარულ კარცინომაზე თუ არის ეჭვი იმ შემთხვევაში ესეც კეთდება. კეთდება აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის მიმდებარედ არსებობს ეგეთი პარათიროიდული ჯირკვლებიც და ულტრაბგერითი კვლევით დღევანდელი მითი შეიძლება დაუშვათ მისი დიაგნოსტირება, მაგრამ თუ ეჭვი იქნება მიტანილი, მაშინ პარათორმონსაც საზღვრობ. ამას ყველაფერს აქ ვერ გავაკეთებ თქვენ რაც შემოთვალეთ და ამის გასინჯვა თუ შეგიძლიათ რომ მაგრამ თვალები შეიწყოს და თუ შეიძლება ზედაპირული და თქვენი იმედი მაქვს. აი ნახე როგორ შესავალი გააკეთა. კალანდია გვაძაბიას, ანუ ეს აი ზედაპირული დათვალიერებით მართლა შეიძლება რომ ზოგიერთი ტელეპაციენტი რომ დაჯექიმეთ ვეუბნები. ანუ აი ესე ხელი. აბა გადაყლაპეთ ნეწვი. მიცოდეთ რომ ხა ყველაფერი მტკივა უკვე. არაფერი არ არის. უკვე კლინიკაში უნდა წასვლა. აბსოლუტურად პალპაციით არანაირი პრობლემა არ თავი აწიეთ ოდნავ და გადაყლაპეთ ნეწვი. მე ვყლაპავ. კა. აბა ამოისუნთქა გიორგი. ანუ როცა სირთულათ არ ვითარება, ესე ხელი შეიმჩნევა და ესე დათვალიერებით ჩანს. ნუ ეცეთ როგორ არის. განძოვან წარმონაცხო. ეხლა ყველაფერი არის გამოცდილებას. მე ვშობ 32 წელია და ენდეგი. ხო, ანუ რატომ ამოფავ? ჯვარი ეწეროს კალანდიობა არ უშველი და მედობა ხოლმე და თავს ვამოწმებ ხოლმე. ნუ თანამედროვე ახალგაზრდები, ჩემზე ახალგაზრდა ექიმები პალპაციას არ აკეთებენ ხოლმე, იმიტომ რომ ეს კოვიდის პერიოდში აკრძალულიც ჰქონდა, რომ ეს არ შეიძლება რა და რახან არსებობს ულტრაბგერითი კვლევა, ნუ რატომ უნდა გავსინჯო, მაგრამ მე ჩვენი თაობის ექიმები და ჩემი მასწავლებლები ყოველთვის აკეთებდნენ პალპაციას. და მეცით რატო აქვს მნიშვნელობა ულტრაბგერითი კვლევით ზომა, სტრუქტურას, ყველაფერს საზღვრავს, მაგრამ ხელით ყლაპის დროს თუ არის წარმონაქმნი ხორკლიანი ზედაპირის მოძრაობა შეზღუდულია და რაღაცა რისკი მეტია. მაგიდან გამომდინარე და თან რა არის ის, როდესაც ზოგი ხო პალპაცია გართულებულია თუ არის ჭარბი წონა, კისრის ცხიმოვანი ქსოვილი ამ შემთხვევაში არ აქვს ასმაზე ადგილი, ისინჯება ფარისებრი ჯირკვალი და მასში კვანძოვანი წარმონაქმნი არ არის. გიორგიმაც გაიცინა. და ღმერთმა ქნას რომ ყველა ვისაც აი ესეთი კვანძზე რაღაცა აი ესე გაიღიმოთ სულ მუდამ და ყველაფერი კარგად გქონდეთ. და დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი სტუმარი ყვა. არაჩვეულებრივი მადლობა და რა თქმა უნდა კიდევაც უღრმესი მადლობა. შემდეგ 4 შემდეგ 4 შაბათამდე გემშვიდობებით.